Gurbanov! Get strong now. Gonna fly, fly. Gonna fly, fly. Gonna fly, fly. Hey, oh, trying hard now, won't be long now. Getting strong now, gonna fly now, flying high now. Gonna fly, fly. Gonna fly, fly. მის წინააღმდეგ წითელ კუთხეში მოკრივე, რომელიც ქართველ მაყურებელს ანებიურებს საუკეთესო ბრძოლებით. ის უკვე შეიყვარა გულშემატკივარმა. გიორგი მაგარო გიგნიაშვილი. Shadows part where I walk. Nowhere goes my step. Eyes ahead, no lie. This path was mine to let go. You hear it? Yeah. That's your time running down. Feel it? Ground shaking when I shout. You ready? Let's go. No fear in my blood. Champion, one shot, one moment. I own this ground. They whisper names behind my back, but silence screams when I attack. Feels like verdicts, clean and true. What's left of you? აშასე მეუბრებო აგარო ცნის ხეობელი რინგზე გიორგი გიგნიაშვილი მართავს თავის მორიგორთა ბრძოლას აზერბაიჯანელი მეტოქის წინააღმდეგ ხანბალა გურბანოვი გამოცდილი აზერბაიჯანელი მოკრივე იქნება ამჯერად ქართველის მეტოქე ძალიან ძლიერი ოპონენტი ყავს გიგნიაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს გულშემატკივრისგან გიორგი გიგნიაშვილი ჩამოყალიბდა ქართული კრივის სახეთ და ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული მოკრივეა დაუმარცხებლად აგრძელებს თავის კარიერას მას ნამდვილად შეუძლია შეცვალოს დააწესოს სტანდარტები და მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს ისთვის კი ეს დღევანდელი ბრძოლა არის მორიგი საფეხური კარიერის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ჩვენ ხედავთ როგორ აქტიურად დაიწყო ეს ორთა ბრძოლა ჩვენ ხედავთ ორივე მოკრივე როგორ აქტიურად აყენებს დარტყმებს ერთმანეთს 6 რაუნდიანია ეს ბრძოლა საჩქარო არაფერია კარგი შეტევა გიორგი გიგნიაშვილის კარგი გაცვლები გიორგი გიგნიაშვილი შეტევაზე თავიდანვე რა ბრძოლა გაჩახდა მაგარი დარტყმები გაუტარა გიგნიაშვილმა ნამდვილად ამართლებს ეს ორთა ბრძოლაცა ფაქტია იმედებს გურბანოვი ცდილობს უპასუხოს აზერბაიჯანელი მოკრევე ძალიან ძლიერი მოკრევია
და ინგრევა დარბაზი. გიორგი გიგნიაშვილის კომაგებით საოცი აკაურობა, საოცარ შოუს ვადევნებ თვალყურს. ძალიან მაგარი კომაგობა და გიორგი გიგნიაშვილის შესანიშნავი კრივი. ისევ შეტევაზე. რაუნდის ბოლო ძალიან აქტიურად დაიწყეს მოკრივეებმა ორთაბრძოლა. და არ ვიცი 6 რაუნდის განმავლობაში შესანიშნავი შოუ გველის თვალწინ. ოვაციები გიორგი გიგნიაშვილის შესანიშნავი ბრძოლისთვის. მოგეხსენებათ გიგნიაშვილი წარმოადგენს კრივის კლუბ ერეთს, რადგან მისი მწვრთნელი ბატონი ვანო ქრისტესიაშვილი, რომელსაც მის კუთხეში ვხედავთ, სწორედ ერედვიდან არის, თუმცა თავად გიორგი გიგნიაშვილი, რომელიც ახლა წეროვანში ცხოვრობს, გახლავთ ქსნის ხეობიდან, იკოთიდან და მოხვება თავისი კუთხის ემოცია, თავისი კუთხის განწყობა, ენერგია და ყველა თავის ბრძოლაში გიორგი გიგნიაშვილი არ წდება საკუთარ ფესვებს და მთელი ეს ემოცია მოაქვს რინგზე. შესანიშნავი პირველი რაუნდი იყო. ნახოთ რა მოხდება მეორე რაუნდში. აქტიურად ხო. მეორე რაუნდიც გიორგი გიგნიაშვილი არის შეტევაზე გადასული და მე მგონი ვადაზე ადრე აპირებს ამ ბრძოლის მოგებას. შესანიშნავი დარტყმების სერია. იგრძნო გიგნიაშვილმა ბრძოლა იგრძნო. ცდილობს უპირატესობის მოპოვებას კიდევ ერთხელ კუთხეში მიხვდია მეტოქე. და გააქტიურება ძალიან კაცრად პასუხობს გიორგი გიგნიაშვილი. კიდევ ერთი დარტყმა. კიდევ და გურბანოვის პასუხი. კიდევ ერთი ძალიან კარგი დარტყმა. კარგ ფორმაშია გიორგი გიგნიაშვილი, შესანიშნავად მიყავს ბრძოლა. თავის მხრივ ძალიან მაგარ დარტყმებს გაუძლო ხანბალა გურბანოვმა და ცდილობს სახიფათო დარტყმებით უპასუხოს ქართველს. გიორგი გიგნიაშვილი შესანიშნავი ასპარეზობა. საოცრად იბრძვის გიორგი გიგნიაშვილი. უმაღლესი დონის მოკრივეა, უმაღლეს კლასს აჩვენებს. როგორი აფეთქებები აქვს, როგორი ზუსტი დარტყმები აქვს, აი ჩვენ ხედავთ რა დონის მოკრივეა გიორგი გიგნიაშვილი. როგორი იბრძვის უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ. უკვე მოშალა გურბანოვის მოქმედებები, აღარ არის ისეთი თავდაჯერებული აზერბაიჯანელი მოკრივე. თავის მხრივ გიგნიაშვილი უკვე დომინირებს მეტოქეზე. და მას რა თქმა უნდა ძალას აძლევს სავსე დარბაზის კომაგობა. აი ასე ყველას ერთად ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ქართული კრივის ისტორია, გულშემატკივართან ერთად, მოკრივეებთან ერთად. ქართული პროფესიონალური კრივი არის ნამდვილად აღმავლობის გზაზე და გიორგი გიგნიაშვილი არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართველმა მოკრივემ უმაღლესი დონის ბრძოლა აჩვენოს. აი ამას ხედავთ სწორედ ამ შეხვედრაშიც. დასრულდა ეს რაუნდიც, ფიქრობ. ქსნის ხეობელის დომინაცია აშკარაა. ნახოთ მესამე რაუნდში რა შემოგთავაზებენ მოკრივეები, მაგრამ არ ამგონია გიგნიაშვილმა შეწყვიტოს თავისი არჩეული
სტილი, შეწყვიტოს დომინირება მეტოქეზე. საერთოდ არ ემჩნევა დაღლილობა. არის ძალიან მომართული, ძალიან კარგად მომზადებული. იღებს უკანასკნელ დარიგებებს მესამე რაუნდის წინ ვანო ქრისტესიაშვილისგან და მზად არის ეკვეთოს მეტოქეს. იგივენაირად გრძელდება ეს რაუნდიც. დომინირებს გიგნიაშვილი, თავის მხრივ გურბანოვი. რა თქმა უნდა, უმაღლესი დონის მოკრივეა და არ აპირებს არაფრის დათმობას. შესანიშნავი შეტევა კიდევ ერთი გიორგი გიგნიაშვილის და სწორედ აი ეს უხდება კრივს. რინგზე ფიცხელი ბრძოლა და დარბაზში საოცარი გულშემატკივრობა, რომელიც ფონად გასდევს აი ამ მართლა შესანიშნავ ბრძოლას. კлау შეტევაზეა ქართველი. ერთი წამით არ თმობს მატჩის სადავეებს მაგარო. აბსოლუტურად აკონტროლებს სიტუაციას. დომინირებს და შეტევაზე ახორციელებს თავისი ოპონენტის წინააღმდეგ. კარგი იყო გურბანოვი, მაგრამ აი ხელის ჩარტყმის მომენტში დარტყმა მიაყენა. ცდილობს შოუს ელემენტები. გააქტიურდა აზერბაიჯანელი რაუნდის ბოლოს. შოუს ელემენტები შემოგთავაზა, თუმცა გიგნიაშვილის დომინაცია კვლავ აშკარაა. განახლდა ორ დაბრძოლა. გიგნიაშვილი სულ სხვა განწყობით არის გამოსული. რა ბრძოლა, ნამდვილი ომი, საოცარი სანახაობა, ემოციებისა და ძვლების ჯახი ისმის.
ორი მოკრივის ვაჟკაცური დაპირისპირება. და კლავ კლინჩი. ხედავთ სისხლს ხანბალა გურბანოვის სახეზე. თუმცა ცდილობს რომ ტექნიკურად იმოქმედოს აზერბაიჯანელი მოკრივემ, მაგრამ მაგაროს წინაშე ეს არ გამოგივა. ერთადერთი შეუძლია ისარგებლოს იმით, როცა გიორგი ჩერდება. მაშინ როცა თითქოს ერთმანეთს ესალმებიან მოკრივეები. აი ეს კი ძალიან მაგარი დარტყმა. კიდევ ძალიან მაგარი დარტყმები. ხედავთ გურბანოვის სახეზე რა ხდება. აი ეს უკვე არალეგალური დარტყმა იყო შეტრიალებულზე, მაგრამ მეტი ყურადღებით უნდა იყოს გიგნიაშვილი, როდესაც საბრძოლო ეპიზოდი სრულდება. შესანიშნავი შეტევა, შესანიშნავი ბრძოლა. ნამდვილი ომი რინგზე. ის რითვისაც ღირს ყველა სანახაობა. შესანიშნავ ბრძოლაში დამთავრდა. უნდიც მინდა ვთხოვო გულშემატკივარს, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, სადაც თვალსადევნებთ ახლა ამ დაპირისპირებას. სახელად Boxing Georgia თქვენ აკელით არაერთი ძალიან საინტერესო მასალა ქართული კრევის შესახებ, ორთაბრძოლები, ვიდეო ბლოგები, პრესკონფერენციები, ქართულ მოკრივეთა ვარჯიშის ვიდეოები, ყველაფერი ქართული კრევის შესახებ. ამ არხის გამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია საომავლოდ ქართული კრევის მხარდასაჭერად. I was fighting for no trophy case, just a rusted chain, link by link through the acid rain. You wanted glory, I wanted steel. Truth in the tension, real in the field. You ამასობაში კი საოცარი შოუ. ქარიშხალი, ხანბალა გურბანოვის სახეზე. სეტყვა. რა ენერგიით გავიდა გიორგი გიგნიაშვილი პირველივე წამებიდან. უდიდესი ენერგია ჭირდება აი ამ ტემპში, აი ასე ბრძოლას. დაეცა აზერბაიჯანელი მოკრივე, თუმცა ეს საჭმა ჩათვალა, რომ მხოლოდ სველი რინგის ბრალი იყო.
შესანიშნავ ორთაბრძოლას ვადევნებ თვალყურს. ბრძოლას, რომელიც ნამდვილად ჩაიწერება ქართული პროფესიონალური კრივის ისტორიაში. ბრძოლას, რომელთაც ნამდვილად იამაყებს ყველა გულშემატკივარი, ვინც დაესწრო აი ამ შოუს. გიგნიაშვილი კი არ ჩერდება, არც ერთი წამით. ქსნის ხეობელი ომშია და ამ ომის მოგებას აპირებს. კლავ შეტევაზე, კლავ დომინირებით. კლავ სერიებით, დარტყმებით. სრულდება რაუნდი და კლავაც ქართველის უპირატესობა აშკარაა. ყოჩაღ გიორგი გიგნიაშვილი იმსახურებს ალალ აპლოდისმენტებს, რომელიც მრავლად არის ახლა ამ დარბაზში. და დარწმუნებული ვარ დამეთანხმება ამ ყველაფერში ის კომაგი, ვინც ჩვენს YouTube არხზე სახელად Boxing Georgia ადევნებს თვალყურს ამ ორთაბრძოლებს. It's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival, and the last of survivor starts to spray in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. არც კი ჯდება გიორგი გიგნიაშვილი სკამზე მზად არის, ომში შედის. ერთი სული აქვს. როდის დაიწყება მე-6 ბოლო და გადამწყვეტი რაუნდი. მაშასე ბოლო რაუნდი. და ომი განახლდა. კიდევ ერთი ძალიან კარგი შეტევა. კიდევ ერთი. ძალიან გამოცდილია ხანბალა გურბანოვი. ძალიან ბევრს გაუძლო აზერბაიჯანელმა. თუმცა ხედავთ გიორგი გიგნიაშვილი. როგორ წერს მეხუთე გამარჯვებას პროფესიონალური კრივის რინგზე. ხედავთ რომ შეუძლია ამ ოკრივეს გამარჯვება ნამდვილ ომში. და აი ასე ომში გადის მე-6 რაუნდიც პირველიდან ბოლო რაუნდამდე. აი ერთი წამით არ შეწყვეტილა. აი ეს ინტენსიური ბრძოლა. გიგნიაშვილს უნდა ვადაზე ადრე დაამთავროს ეს ბრძოლა. იგივე უნდა კომაკსაც, მაგრამ გურბანოვი კლინჩი შევიდა. უძლებს ამ ყველაფერს აზერბაიჯანელი მეტოქე. ნამდვილად ძალიან მაგარი და
ვაჟკაცი მოკრივე ყავს გიორგი გიგნიაშვილს. ყოჩა ხანბალა გურბანოვს. ძალიან ღირსეული ოპონირება გაუწია და აი ასეთი ომი რაუნდის ბოლოს, ბრძოლის ბოლოს. და დასრულდა ორთა ბრძოლა. ინგრევა დარბაზი დაცლილია ყველა ემოციებისგან. შესანიშნავი შოუს მონაწილენი გავხდით. შესანიშნავი ბრძოლა თქვენს წინაშე. საოცარი დაპირისპირება. შოუ რომლის სანახავად მოსულა ღირს და ყველა კომაქს აუცილებლად გელოდებით მომავალ შოუებზე. აი ეს არის ის დონე, რომელიც შეუძლიათ ქართველმა მოკრივეებმა დადონ. ახლა კი საბოლოო შედეგი საჭთა გადაწყვეტილება, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ნათელია, მართალია მე ობიექტური ვარ, თუმცა ობიექტური ვერ ვიქნები, თუმცა ფიქრობ ობიექტურადაც ნათელია. რა იქნება ამ ბრძოლის შედეგი? მადლობა აზერბაიჯანელ მეტოქეს ხანბალა გურბანოვს ძალიან კარგი ბრძოლისთვის და აპლოდისმენტები გიორგი გიგნიაშვილს ამ შოუსთვის და აი ამ ომისთვის. ხედავთ გიორგი გიგნიაშვილს როგორ ამზადებენ თავისი ფაფახი, თავისი ჩაცმულობა, თავისი ხაზგასმა. თუ ვინ არის? ვისი სისხლი ჩქეფს მის ძარღვებში? ვისი გორის აქვს ნისხეობელი? წმინდა გიორგის ხედავთ გიგნიაშვილის მოსასხამზე. აი ეს არის სტანდარტი, რომელსაც მიყვება გიორგი გიგნიაშვილი. სწორედ ამიტომ არის ის დღეს უკვე ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი პროფესიონალური კრივის რინგზე. 6 რაუნდის შემდეგ ვეცნობით მსაჯთა გადაწყვეტილებას ქულების მიხედვით. 55-59, 54-60 და 54-60. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულია გიორგი მაგარო გიგნიაშვილი. Cut, no handouts took. Every gallus earned like a sacred book. Talk about fame like it's free to claim. But legacy's forged in the furnace of pain. One person look, 99 grit. Zero shortcuts, all the hours I've spent. 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burning yet. You blinked at the way I held it twice. მოგესალმებით ყველას დამწერ საზოგადოებას. მადლობა აქ მობრძანებისთვის თითოეულ ადამიანს. მადლობა კრივის ფედერაციას. ჩემ ტრენერებს დიდი მადლობა. მესამედ მივაბი ბრძოლა ამ ბოლო პერიოდში. 6 რაუნდიანი პირველად ვიჩხუბე პროფესიონალურ კრივში მოგეხსენებათ, ეხლა გადმოვედი. ბოდიში თუ ჩემნაირი ბრძოლა ვერ გაჩვენეთ. შემდეგში გპირდებით აუცილებლად მაგარ ბრძოლებს ეს გამოჩნდა. ამ ვაჟკაცს მის კიდე დაუკრათ ტაში და აპლოდისმენტები. მიყვარხარ ჩემო იკოთლებო, ჩემო ქსის ხეობელებო.